საღამოშვიდობისა თქვენ უყურებთ ახალ ამბებს 22 საათზე სტუდიაში გვარდ საგოგვაძე მუშაობს. რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ კნოლევის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული ივანე ლუტიძე და ნიკა მამასტარაშვილი, ასევე ოკუპირებული ახალგორის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული ზურაბ ლობჟანიძე თავისუფალნი არიან და ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციაში ნათქვამია, რომ უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა როგორც საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის მიერ ოპერირებადი ცხელი ხაზის მექანიზმი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური ინსტრუმენტი. ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიყვანეთ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ 2024 წლის თებერვლის თვეში ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ კნოლევის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული ივანე ლუტიძე და ნიკა მამასტარაშვილი და 2024 წლის აგვისტოს თვეში ოკუპირებული ახალგორის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული ზურაბ ლობჟანიძე. უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა როგორც მოლაპარაკების არსებული ფორმატები და საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებადი ცხელი ხაზი, ისე საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური ინსტრუმენტი. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება განაგრძობს აქტიურ ძალისხმევას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში